გამარჯობა ძვირფასო, ჩემო სტუმარო და რასაკვირველია გამომწერო. ეთერშია ქურუ მიქალის ტარო, თეა ხაზზე, რომელსაც უნდა ტრადიციულად ბევრი კარგი რაღაცა გითხრათ. კარგი ძალიან პირობითი ნათქვამია, რეალობა, რომელიც შეიძლება იყოს. მაინც ასე ვთქვათ, ცოტა არასესიამოვნო, მაგრამ გადმოვწიოთ კარგი ნიშნულისკენ. მაშასზე, როგორც უკვე მიხვდით, კვირის ტარო ტენდენციები, ჩემო კარგო ადამიანებო. მაშასზე 10 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით რა ამბები ხდება ჩვენს ძვირფას ცხოვრებაში. თქვენს წინაშეა 3 კოლო და 1, 2, 3, ხო კარგად შანს, მოდი ამ ყველაფერს ძალიან მაგრად მოვაბამთავს, რატომაც არა. და თქვენ გეთხოვებათ მხოლოდ და მხოლოდ რა. ჩაიფიქროთ, რომელი კოლოდა გინდა, ეს შეიძლება იყოს რიცხვის მიხედვით, შეიძლება იყოს ელემენტარულად კოლოდის სიმპათიურობის მიხედვით, სხვათა შორის პირველი კოლოდა არის სულ ცინცხალი და ახალი, მისი სახელი გახლავთ ტაილანდურია წარმოშობით და მისი სახელია 78 ტაროს ისტორია. ძალიან საინტერესო კოლოდა და შევეცადე მის სტილში სხვები შემეთავსებინა. მაშასზე გავიგოთ შუა თებერვლის ტარო ტენდენციები. პირველი ალბათ მიხვდით უკვე რომ თქვენია, ვინცაც უნდოდა ვიღაცა ჯიუტად 2 სიძახის, ვიღაცამ თქვა რომ ჩემი საყვარელი ციფრი 3-ია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაშასზე აი ესეთი ამბებით გადავალ. ეხლა ნახოთ, ჩავიფიქროთ რა ხდება, როგორ არის და რა იქნება გასახარისი ენერგიები კვირის. აი, ნახოთ რამ შეიძლება გადასარევი რამ არის, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ყოი, დაჟეც არ მოიდგინე. აი, არ დავამონტაჟებ ამ ვიდეოს, რატომაც არა, უხდება ხოლმე, იმიტომ რომ ცინცხალი გაშლა. თვითონ არკანი ამოვიდა, რომლის სახელია ეტლი და ეტლი თვითონ არის სისწრაფე. აქ მოტოციკლი ხატია, გასაგებია და არაფერი კავშირი არ აქვს თითქოს ერთთან, მაგრამ ორივე თავის დროზე მოიაზრებოდა როგორც გადაადგილების საშუალება და ზუსტად ეს დევს მთავარ არსად და თანაც ისკუპა ხალხო ჯაბაათნო. თქვენ პირველ ვერსიას გექნებათ ეგ შენური ცხოვრება, დინამიკაში იქნებით, შეიძლება ეს გამოიხატოს მოგზაურობით, შეიძლება გადაადგილებით, შეიძლება თვითონ არსად არ წახვიდეთ, მაგრამ ისე იტიპოთ, როგორც იტყვიან ხოლმე. აი ეგეთი ექსტრაორდინარი ჩაატაროთ. რაღაცა, აი მე მოვეძახი ამ კარს, აი თუ დავუშვათ რაღაც გინდათ რომ თქვათ, მოვიქცეთ თუ არა ასე, ახლა გასაგებია სიჩქარის გადამატება არავის არ გვინდა, მაგრამ რას ისამ ჩემო ძვირფასებო. კარგი, ნორმალური სიჩქარით შეგიძლიათ თქვა თქვენი სათქმელი. ეს კარგი ენერგიები აღმოაჩეთ თქვენ თავში ენერგიულობას, აღმოაჩეთ თქვენ თავში ტემპერამენტის მომატებას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს კარტა როგორ ხდის, აი გეფიცებით. ეხლა რაც გეკრძალებათ ამ კვირის განმავლობაში, ნეტა რა არის აკრძალვა. იცით როგორი რაღაცა, გეკრძალებათ დინების საპირისპირო მიმართულებით ქროლვა. გეკრძალებათ რაღაცებზე რისკზე წასვლა. გასაგებია წეღან გითხარით კიდეს, თქვენ გაქვთ მოძრაობა, თქვენ გაქვთ გადაადგილება, თქვენ გაქვთ, მაგრამ ამ გადაადგილებას თან უნდა ახლდეს აუცილებელი გასათვალისწინებელი პირობა, სახელად ნორმალიზება, დაცვა უსაფრთხოების. აი არა მოვარდნა იმ არაჩვეულებრივი ესეთი რგოლიდან, რომელსაც სიფრთხილე ქვია და რაღაცა არ გინდათ რაღაცა დარღვევებზე წასვლა. იმიტომ რომ თქვენ ისეთი ცუღლუტი კარტი ამოგვივიდა, რომლის სახელი არის ხმლების რაინდი, რომელსაც აქვს ესეთი რაღაცა, როგორც უკვე შენიშნეთ, ცოტა ეშმაკური, ცოტა თავხედური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის რაც სხვას გააღიზიანებს, ის რაც ვიღაცის ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს ამ კვირაში ჩემო კარგო ადამიანებო. ახლა რაღაცას გთხოვთ, ეს რაღაცა იქნება პირიქით ჩაიფიქროთ ამ კვირის მასშტაბით, რაღაც სურვილის, აი გეგმის ნაწილი ასრულდება თუ არა და ეხლა გეტყვით რა მოხდება. რაღაცა ხმლებში ვტრიალებთ აშკარად. იცი რა არის? ამ აღნიშნულ სურვილს ასრულებას ვერ დავარქმევთ, მაგრამ კარგ გზაზე რო დგას და ამ კარგ გზაზე დგომა არც მეტი არც ნაკლები იქნება თქვენი
მოდი ესე ვთქვათ, ჭკვიანური მიმოქცევები, თქვენი ჭკვიანური ვექტორის მიმართვის კვალდაკვალ. იფიქრეთ აი ტიპი ზის და გამოცანას რაღაცა აი კომპიუტერულ თამაშებში ჭადრაკს თამაშობს ადამიანი, ხო? ჭადრაკი მარტივი თემა არ არის, ნუ ვერადავერ ვისწავლე, არ ვიცი რატო. ყოველ შემთხვევისათვის აშკარად გული ვერ დაუდვები, მაგრამ ფაქტია ვფიქრობ, რომ თავსატეხია, რაღაცა თავსატეხის გავლის შემდეგ ახდება თქვენი ძვირფასი ოცნება. ოღონდ ჯერ მანამდე დროა. მოდი ვნახოთ ჯიბეში რა ჭყავის ამ კვირაში. შეიძლება კი არ ჭყავის და 7-იანი თასი ჩემო ძვირფასო ადამიანებო. ნუ რა ვიცი, ფულის დახარჯვის სხვადასხვა ალტერნატივა გექნებათ ფულის შოუმისაც. რაღაცა ცოტა გაუგებრობაში გიყურებთ, ცოტა არ ახართ ესეთი ბოლომდე გამართული, იმიტომ რომ აი რაღაცა ეჭვის თვალით ამბობ, დაბნეული ხართ ამ ფულის მიღებაზე, ან მოშოვნაზე, ზოგადად რაც გაქვთ იმასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ მოფრთხილება გმართებთ, სიფრთხილე გმართებთ და ესეთი უპრიანი დახარჯვა. მოდი გადავიდეთ ისეთ თემაზე, როგორიც ბრძანდება სიყვარულიც მივაყოლოთ, ხალხო? რატომაც არა პირველ ვერსიას, რა აქვს? 4-იან ეს სიყვარულში, პირად ურთიერთობებში მოდი ასე ვთქვათ, თავს გადასარევად იგრძნობთ, იმიტომ რომ თქვენს წინაშეა 4-იანი კვერთხი და 4-იანი კვერთხი ყოველთვის არის გარანტია იმისა, რომ სტაბილური ურთიერთობისთვის იქნება მზადება. რაღაც არ არის გამორიცხული ამ კვირაში ადამიანთან შეხვედრა, ან თუ არ შეხვდებით რაღაც ესეთი ფუძე მაგარი დადებითი და მშვიდი კვირა იყოს. არ არის გამორიცხული ვიღაცამ ვიღაცა სიყვარულში გამოუტყდეს და ერთგულების ფიცი გაცეს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ ოჯახი გყავთ, თქვენს ოჯახთან დიდი სიამოვნებით გასატარებელი კვირა არის. არ ვიცი რა მიზეზების გამო, მაგრამ ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ თქვენთაგანის გაშლაში ეს აღნიშნული ჩემი პირველი ვერსია ძალიან კარგად ითამაშებს და ბოლო, მოდი მივაყოლოთ გემრიელი ლუკმა, ეს არის ჩემო ძვირფასებო, საკუთარი თავის რაღაცა ისეთი კაი წამალი, რა წამალი, რაღაცა შინაგან თქო და მე ვლაპარაკობ ახლა გამაყუჩებელზე, ტკივილ გამაყუჩებელზე, ანთების საწინააღმდეგოზე, არა ჩემო კარგებო, უბრალოდ რაღაცა სულისთვის რა იქნება თქვენთვის ამ კვირაში მოსამხარი, რა იქნება სულისთვის კარგი. ეს ფოტოშოუს რაც აქ აბლოშკაზე ის გამოდის მშვენიერება ჩემო ძვირფასებო, ეთყობა აღნიშნული ორაკულის შემქმნელებს აი ამ კარტში რაღაც განსაკუთრებული სიყვარული აქვს ჩადებული, იმიტომ რომ თქვენ დაგამტკიცოთ ამ თვითონ კოლოფსეც ახატია, გამოტანილი აქვთ, ანუ რა არის დამამშვიდებელი თქვენი სულის, რა არის დამამშვიდებელი თქვენი ამ კვირის ამბიციის, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც თქვენ მშვენიერებაში აირეკლება. აი მაგალითად დღეს მე ვაპირებ უნდა წავიდე, უნდა მივხედო თავს, ვფიქრობ, რომ ამ წლის განმავლობაში ჩემი სახისკანი იმსახურებს ამას დავშვათ, აი ამ წელი რა ახალი დაწყებულია, იმიტომ რომ არ არის ფუნდამენტალურად მე ასე ვფიქრობ მიხედილი და თქვენც რაღაც ესეთი აზრი დაეაგეგუიათოს ორშაბათი თანაც მინდა გითხრათ. ეს გადასარევი დღე ამისათვის რაღაც ახალი წამოიწყოთ. დიდი მადლობა პირველ ვერსიას. დასაკურველია სურვილი თუ აქ დალაიქებთ. მე ვფიქრობ, რომ წესდარიგით უნდა აწიოთ ესე ხელი, ან ასე მაინც ყოველ შემთხვევაში რეაქცია ისე მომწოს ხალხო, თუ მინდა შენიშვნა იყოს, ოღონდ იყოს რეაქცია, რაღაცნაირი კრედო მაქვს ესეთი. არ ვიცი, ცოტა შეიძლება აკვირატებული, მაგრამ ფაქტია, აი ესე მომწოს. ასე რომ, როცა ნახავთ, როცა მოისმენთ, იქ ნახვებში ვხედავ სიტყვაზე შეიძლება არის 10,000, მაგრამ ლაიქი შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ 300. დანარჩენი ადამიანები რას აკეთებენ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერსაც არ აკეთებენ. ესე უნდათ ინფორმაციის მიღება და სამადლობელის გადახდა არ უნდა. არ არის ეს ასე, იმიტომ რომ რასაც კარგს მოისმენ, თუ არ მიეცი ადამიანს რაღაცა სტიმულივით, ეს ასე არ შეიძლება. დავიწყოთ, ეს არის ჩემო ძვირფასებო, ვინც ჩაიფიქრეთ, make-up. ეს არის გამაღვიძე კარტი, ეს ძალიან კარგი კარტია, სხვა შორის ენერგეტიკით ძალიან გავს ერთმანეთს და დავიწყოთ. მას ასე 10-16 თებერვალი, როგორია გასახარისი ენერგიები, ჰალეი ჰოპ, ამოვარდეს და დაგვენახოს.
დიავალია, დიახ, გასახარისი ენერგიები არის თქვენი პირადი ცხოვრება. ამ პირად ცხოვრებაში ახლა პირდაპირ ეთერში ვართ და საჯარო გაშლაში ვართ, ბევრი რამე იგულისხმება და ამიტომაც არ ვამბობ, ვერ ვამბობ. ნუ იყოს ეს პირადი გაშლა, აუცილებლად გეტყოდით. ალბათ თავის მივხვდი და რაღაც ისეთი ერთი კლიენტი მყავდა, რომელსაც ეშმაკი ამოდიოდა, სულ მეუბნებოდა, თია ძალიან მიხარი, როცა შენთან გაშლაში ეშმაკი ამოდის, მე ის დღე და ის კვირა, რა ვიცი, ის თვე, ფრიად რომანტიულად გადამ იმიტომ რომ აი აქ ბევრი რამე იგულისხმება ინტიმური ურთიერთობების, რაღაცა გაგიჟებული პიკანტური სცენებით ქალისა კაცის ურთიერთობაში და ბევრი სხვა რამე, რადგანაც გასახარის ენერგიაში ამოგდის ხალხო, აი აქაც თვითონ თემაშია ვართ რა, ქალი და კაცი, თითქოს გულში უყოფს ხელს, იქიდან გამოაქვს სული მისი. აი, გასაგებია, ბევრს არ ვლაპარაკობ პირადში და მოგზანდით ვისაც დაგაინტერესოთ. ალბათ რომ ამასობაში გასახარისები იყრება. ეხა ბლოკები, რასაც უნდა არ მოკიდოთ ხელი, გეკრძალებათ, რა არის ეს აკრძალა? ძალა, თქვენი ზალის დემონსტრირება. ხშირ შემთხვევაში ძალა კლასიკაში არის ქალურობა, ფემინა ძალა, რომელიც ვეფხს ათვინიერებს, ლომს ათვინიერებს, უკაცრავად, ხან დათვიხატია, ხან ვეფხატია, ვერ იტყვი, მაგრამ კლასიკა ლომთან ბრძოლა არის, ჩემო კარგო ადამიანებო. ამ შემთხვევაში რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ბებია და შვილიშვილის ურთიერთობა არის აქ რაღაცა აი ბებია შეძლო თავისი დიდი გამოცდილებითა და ჭკვიანური ხერხებით შვილიშვილის მოთვინიერება. ანუ ეს არის ანცი ბავშვი, აშკარად ხედავთ, როგორ თამაშობს, ხელში სათამაშოები უკავია, იქეთ და იქეთ არის თელი ვაქხანალია და საქმე იმაში გახლავთ, ჩემო კარგო ადამიანებო, რომ ბებია თავის დროზე ყოფილა ალპინისტკა და მას შეუძლია ამის გაკეთება, ანუ გიჟმაჟი ბავშვის მოთვინიერება შეუძლია, ანუ რაღაც არ გადახვიდეთ, თორემ მოგათვინიერებენ ამის თქმა მინდოდა და გითხარით კიდეც. შემდეგი, აბა ჯიბეში რა გვაქვს საფულეში, რა გვაქვს საკრედიტო ბარათზე, რა გვექნება უბრალოდ ჩემო ლამაზებო. და მოთხიანი თასებში ჩვენ ვხედავთ გოგონას მდგომარეობას, რომელიც არის ცოტა ისეთ როგორ რაღაცა ეს იქნება თვე, როცა უკაცრავად კვირა მაპატიეთ, ეს იქნება კვირა, როცა ამ ფულადი ჯიბეში ფულის ყოფნა არ ყოფნა დიდად მნიშვნელოვანი არ გახდება თქვენთვის, იმიტომ რომ რაღაცა იმედ გაწურულები მყავხართ და რატო არ ვიცი. შემდეგი რაც მე მაინტერესებს ეს არის თქვენი პირადი ცხოვრება, აბა პირადში რა ვშვებით მეორე ვერსიელებო და პირადში ხო რა ვშვებით და ვის ვშვებით. ამ შემთხვევაში თქვენ წინაშე გახლავთ შვენიერი მეფე, თავისი ქარიზმატულობით, თავისი თვითკმარი, ზოგადად პრანჭია სიტუაციით, მე ვფიქრობ რომ თქვენ გამიჯნურებული თუ არა ხართ ვიღაცას თვალს დაადგა. მაგრამ არის გამორიცხული თვითონ ამ ადამიანმა, თვითონ აი ამ ასე ვთქვათ ფრერმა დაგადგათ თვალი და მოდი ასე ვთქვათ. ხო, კიდე ერთი კარტი, რომელიც უნდა ჩაიფიქროთ, ჩემო კარგო ადამიანებო და რა გიხდებათ თუ არა ამ კვირაში ეს სურვილი. ნახოთ, აქ რა ხდება? სწავლა და კვლავ სწავლა ექიმმა ლენინმა გითხრა პატარებს ის გამახსენდა შრომა და კვლავ შრომა. რატომაც არის ეს თეზა იყო ერთ-ერთი სოციალიზმის. კი ბატონო, ბევრი შრომაა საჭირო ამისათვის, რომ თქვენი ოცნება აგიხდეთ და თქვენ ამასთან დაკავშირებით არ ჩერდებით, არ ყრით ფარხმას, მე მომწონს თქვენი შემართება და თქვენი რუტინაში გადაზრდილი თავდაჯერებულობა. ოკეი. ეხლა გავიდათ როგორ დავხდეს დრო რა არის თქვენი სულის დამამშვიდებელი, რითი შეიძლება უმკურნალოთ აფორიაქებას, ან თუნდაც სულაც არ იყო აფორიაქებლი, რომ თქვენს გულს და სულს გაეხარდებოდეს. რა არის მე დავიხმი ამასობაში და თქვენს წინაშეა აი სამკურნალო კარტი ამოგივიდათ. რა ლამაზია, ნახეთ. უმშვენიერესი ქალი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სურვილი რაღაც შექმნათ. აი ამ შემთხვევაში რა იგულისხმება? მე შემიძლია უთამამად გითხრათ, ეს არის რაღაცა სამკურნალო ბალახები, რომელიცაც შეგიძლიათ, ну ასე ვთქვათ, მიცეთ თქვენს ხელში გაქანება, გვირილის ჩაიდან დაწყებული, პიტნის ნაყენიდან დამთავრებული, ბევრი რამ, რაც შეიძლება სახალხო მედიცინიდან აიღოთ, ან გინდოდეთ ამდენი ხანი გააკეთოთ, ან სახისკანისთვის, ან გონების განვითარებისთვის, ან სახსრებისთვის, ან ნებისმიერ რამისთვის, რა, უბრალოდ თქვენი ნერვების მოთვინიერებისთვის, ასე შეგიძლიათ სამკურნალო თვისებებს
ტიპის მქონე მცენარეებს, ნაყენებს, რაღაცები გააკეთოთ და რაც აქამდე თქვენ ფიქრობთ, რომ გამშვიდობთ და კარგ ხასიათზე გააყენებთ, არის ჩემს ცხოვრებაში ეს რაღაცებს, სხვა შორის ვიდეოებიც ჩავწერე, იშვიათად, მაგრამ მაინც მაქვს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ თუ არა ვართ ფიზიკურად მშვიდად, სულსაც უჭირს მერე, ასე ვთქვათ, ორიენტირება. ოკეი, დიდი მადლობა, მიყვარხართ ყველა, ვისაც გინდათ პირადი გაშლა, იცით რასაც აკეთებთ, მე მგონი არ დაიბნებით და ვისაც პირველად აქვთ, ეს ყველად არ ხდება, შანსი იმისა, რომ მობრძანდეს და უყუროს ჩემს ვიდეოს, ესე იგი, რაღაცნაირად სათუო ვერსიით, ალბათობით, რაღაც მცირე ალბათობით გეპატიჟებით კიდეც, ხო? გეპატიჟებათ კიდეც სამყარო თეას გაშლებზე, პირად გაშლებზე, ვის საინტერესებაში შევიდა და რეზონირდა რას აკეთებს. მირეკავს, მომწერს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ ისაც აინტერესებს ჩემს ძვირფას მაყურებელს ან მომხმარებელს, ეს არის მესამე ვერსია. კი ბატონო, თურქული წარმოშობის ეს ტაილანდურია, ეს თურქულია, ეს ამერიკულია. არა, მე მგონი ეს ამერიკული არ არის, რამდენადაც ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა თქვენთვის? ეხლა გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. დავიწყოთ. მესამე ვერსია ვინც შეაიბრიათ 10-16 თებერვალი როგორ იქნება და გარიგოს და ეს სამყარო და დავიწყოთ რა გაგახარებთ და ვინ გაგახარებთ სამიანი გაგახარებთ საყვარელი კამპანია ესე მინდა რომ ვთქვათ თქვენი ტყუის ადამიანების გარემოცვა არ არის გამორიცხული ამ კვირაში სადღაც დაგიძახოთ დაბადების დღეზე ნათლობაზე თუ რა ვიცი ჯვრის წერაზე თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ კარგ ამბებში იმიტომ რომ აქ ჩვენ ხედავთ შეხმატკილებულ სამ მეგობარს რომელთაც აქვთ ერთად ყოფნის დიდი სურვილი გასახარის ენერგიაში რადგანაც ეს ამოდით და იყოს ასე ბლოკები რა გეგზალებათ ამ კვირის განმავლობაში და ეს არის როგორ გითხრათ რაღაც ისეთი რომელიც მოითხოვს თქვენგან თუნდაც თერმოსექსუალურ დინამიკას თუნდაც რაღაც თქვენს ფიზიკურად გახარჯვას რაღაც ახალი გიჟური ინიციატივის წამოწყებას რაღაც არ გინდაო ამ კვირაშიო გეუბნებიან ეხლა ჩაიფიქრეთ სურვილი 1 2 3 ახდება თუ არა 10-16-დან თებერვალს არა არავითარ შემთხვევაში ვერა ძალიანაც შეიძლება გუნდოდეს ეს ყველაფერი მაგრამ რიან ხმალს აქვს თავისი სათხმელი რიანი ხმალი ამბობს იმაზე რომ დაბლოკილი რატო ამასთან დაკავშირებით ახლა ვერ გეტყვით იმიტომ რომ ეს არის ძალიან პირადული და ინტიმური კარგი ეხლა გავიდეს ისეთი თემა როგორიც ბრძანდება თქვენი ფინანსებში რა ხდება გადასარევი ნორმალური მე ასე ვთვლი იმიტომ რომ პაჟი ამოცუნცულს და პატარა პრინცესა რომელსაც ხელში უკავია მონეტა ეხლა კი სიყვარულში ვნახოთ რა ხდება ამ კვირაში და გნაძაზაყვარელი ხართ რაღაცა ახალი და სასიამოვნო არ არის გამორიცხული მოხდეს და თუ მომხდარია უკვე თქვენ გულს მეტი აჩუჩუნება აცახცახება ელოდება რაღაც ახალი დადებითი შეგრძნებით აი ხო არის ხანდახან რომ ვიღაცა მოგწერს და აი მე რომ სიამოვნებს ეს ტიპი რომ წერს რაღაცა მე ეს გადაიზრდება ცოტა რაღაც სხვა რაღაც უფრო გაიზრდება მაგრამ არ არის გამორიცხული თვითონ ამ კვირაში მოხდეს ესეთი ადამიანის შეფეთება იმ დონეზე რომ ძალიან გესიამოვნოთ და რაღაცა ჩაფიქრდეთ, აი როგორც იქნა რაღაცა ამაღზევა, როგორც იქნა რაღაცა თუ ურთიერთობებში ხართ, რაღაც კარგი საჩუქარი თქვენი რჩეული და მაშასზე ეხა სულის მკურნალი, როგორ უმკურნალოთ საკუთარ თავს და თქვენ წინაშე იქნება თვით საბოტაჟი. უჯანყდით საკუთარ თავს ჩემო ძვირფასო ადამიანებო. აი აქ უყურებთ გოგონას, რომელსაც აქედან და იქედან რაღაც ძალებია. იცით როგორი მომენტია? არის რაღაცები რაც გვაწუხებს და ხშირ შემთხვევაში ამას მალავთ, ჩხმალავთ, ხშირ შემთხვევაში ამას ვუყურებთ, ხო ასეა? ხშირ შემთხვევაში რაღაცას გაბედვა, გვინდა და ვერ ბედათ. და ზუსტად ის კვირაა დღეს იმისათვის რომ გააკეთოთ. გაბედოთ, ან სათქმელი უთხრათ ვიღაცას, ამდენი ხის დაგროვილი ერის თემები. ყოველთვის ხანახან ამბობ, მე იყოს, მე მაგას არ შევირჩენ, დადგება ამის თუ აუცილებლად ვიტყვი, ასე შემდეგ. აი ზუსტად ეს პერიოდი არის საკუთარ თავს მოუწყოთ საბოტაჟი, საკუთარ თავს მოუწყოთ აჯანყება, საკუთარ თავს მოუწყოთ თუნდაც ის იმ კუთხით დაუშვათ რაღაცა შეტაკება, რომ ის რაც გაწუხებს, მოიშორეს საბოლოოდ ხალხო. რა არის, რატო აწამებებთ თავს ამ მავნებლებს, ამ პარაზიტებს, აი ამ ბაცილებს, ადამიან წურბელებს, მიყვარხართ ძალიან
ძალიან ჩემოტკბილებო გიждები მოკლედ თქვენზე შეიძლება ასე ვთქვათ დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის ჩემი შვილის დაბადების დღის მოლოცვის ასეთი თბილად და ტკბილად გაზიარებისათვის გულის სიყვარულით მევსება როცა თქვენ ხედავთ და მე მომწონს როცა ჩემი მეგობრები მეუბნებიან იმას რომ შენ თეა რა კარგი აუდიტორია ყავს აი გიждებიან თქვენზე ჩემი ირგვლივ არსებული ადამიანები იმიტომ რომ ასეთი სითბო ასეთი სიმყუდროვე babies არის ძალიან მაგარი სიმყუდროვეა ძალიან მაგარი იმიტომ რომ იქ სადაც ხარ და ხარ მშვიდად შეიძლება რაღაც მატერიალურად არ იყოს სუპერ აღზევებული ან ერთმანეთს რაღაცა განსაკუთრებული უჭუპუჭუ სიტყვებს არ ვეუბნებოდეთ მაგრამ აი იმ მოკრძალებულ ფრაზებშიც იმდენი სიყვარული ეხლა გამიხარდება თუ მოусმენთ ვიდეოს ბოლომდე რომ თბილის სიტყვები დაწეროთ იმიტომ რომ მე როცა ვარ თქვენთან კონტაქტში სულ ვცდილობ რომ თბილი და ტკბილი დადებითი ენერგიებით ჩამოხტულ დამოხტულ აღზევებული ფრაზები გითხრათ მაშასე კიდევ ერთხელ თეას უყვარხართ მაგრამ ძალიან კარგია აი ამით დაგემშვიდობებით გააკეთეთ მედიტაცია აი ნახეთ გოგონა რა ბედნიერია ლოტოსის პოზაში და ლოტოსთან და თავზე ქუთქუთა თეთრი მშვიდობის მაუწყებელი მტრედით. მიყვარხართ მშვიდობა თქვენს სახლებს, თქვენს გულებს, თქვენს სულებს და მოდი მშვიდობა მსოფლიოს. მიყვარხართ